რა სიტყვით მოდი ხარ? კი, ხარაგაულში კარგი იქნება პატა, მაგრამ ელენემ რო დარეკავ სამსახურში ბევრი საქმე მაქვს და გვიან მოვალო. ო, ეგ ცუდი, ცუდი, მომის შენ და ნიკა რო წამოხვიდეთ. შენ და ბავშვი წამოდით, ხო საღამოთი ჩამოვალთ, ხო? აუ, წავიდეთ რა თეკლა რა. და დედიკოს მე დაურეკავდავთ ხო რომ გამომიშვას. აი მე რა ვიცი, კიდე ვინ მოდის პატა? ნუნუ. აუ, ნუნუ მოდის. რავი, არ მინდოდა თეკლა რომ მეთქვა, მაგრამ ხო იცი რა ტიპია, იმდენი მელაპარაკა, თავბურ დამოხვია, რა ქვია და წამომასწრებინა ყველაფერი მათქმები. რატი და ფრიდონი? ხა რატისთან და ფრიდონისთან კი მერიდება, მაგრამ რა არის? ეგენი ბაბუაშვილს მაინც არის თომე, ხო? ხო და ხა რო ჩამოვიდნენ ეგენის ხა ხო ვიცი რატის ამბავი უნდა დაუწყო დადიას გოგოს თვალების ჟუჟუნი. ხო და ნადია დახოცავს უყველას. ხო. ფრიდონი კიდე ნადიას დაუწყებს თვალების ჟუჟუნი და ბაბუაშები დახოცავს უყველას. ხო და თან კიდე ხა ხო იცი არა კოტე ბაბუ ამდენი ხანია ნადიას ეპანჭება მოსწონს რაღაცა ხო ხტები და რამე რო ხო მე ხო გესმის. კი, გავიგეთ. აღარ გაგძე. შენი მანქანით რო წავიდეთ, მე კი დავიძები, მაგრამ ხო ხტე ფეხი მაქვს მოტეხილი და რანაირად აბა. შენი მანქანით პატა, ამ ხელა გზაზე მე ვერ დავჭდები საჭესთან და ვაშაც რა დროს არ არის რა. ტატოს უთხრათ, შენ მანქანაზე დაჭდება და წავიდეთ. კი, წავიდეთ. ტატოს ხო ჟობიაგერ ბავშვი დავსვა საჭესთან. კარგი. არ არის, პატა, ტატო მოიცა დაურეკავ ეს. კარგი, მიდი დაურეკე. ტატო, თეკლა ვარ. თეკლა ერისთავი. ტატო, შენი თანამშრომელი. ხო, ხუჭუჭა. არა, ტატო, ეგ სალომეა. აუ, პეჭო ჯიგარი ხარ რა, ბაკურიანის მე ხარაგაული მაგარი იქნება. ხო. თეკლა, ხარაგაული კარგია? ხო, ტატო, ეგ ვარ. ხო, მესამე სართულზე მარჯვნივ. ბავშვი, მომისმინე, მაგ მოყევი რა ხდებოდა ბაკურიანში რაღაც, რატო არ მეუბნები? კარგი იყო, ჰა? რა ვიცი, მე მიშიკო და გიორგი სრიალებდით, ლაშაბიძე კიდე ქოვით გველოდებოდა და წუწუნებდა, როდის გაიზრდებით და დალევასთან. ესენი ლაშაბიძე მის გარდა არაფერს არ აკეთებდა, ხო? კი, როგორ არა. დედიკოს და ქეთევან ბიცოლას ურეკავდა და ატყუებდა, ბავშვები კარგად იქცევიან. აჰა. რა? კიო. მართლა? ვაუ. ესენი გადაწყვეტილია. მე წავალ და გამოვიცვლი და მომზადე. თეკლა რა უნდა გითხა იცის არა ქვია, ცოტა თვალჩაიცი გაიგე? ხო, მაინც მთაში მივდივართ და კი. არა, თაში ხომ არა, თვალს მაგაზეც არა, ხო ხტები ხა, ნუნუ მითხრა. თუ ადგილი იქნებაო, მანქანაში თუ ადგილი იქნებაო, ჩემ ემზარისაც წამოიყვანე, გაუკვირდი? ხო და რა თქმა უნდა თუ ადგილი იქნებაო, გაიგე ეგრე მითხრა, ხა ხლა თუ ჩავიცოთ, აბა რანაირად იქნება ადგილი, ხა? ხო. კარგი, კარგი. ემზარი კი არა, ჩვენ თუ ჩავეტევით. ნუნუ წინ დაჭდება ჩვენ უკან. ო, ან ნუნუ უკან დაჭდება ჩვენ ყველანი წინ, რა ვიცი რა. ამაიგერესებს, თქვენთან ხარაგაულში ინტერნეტი თუ არის პოპოლას მინდა მივწერო აუცილებლად. მივწერო პოპოლას. რა ხდება ხეხება? ინტერნეტი ჩვენ არ აქვს, რა ხდება ინტერნეტი ჩვენ არ აქვს, მაგრამ მეზობეს აქვს Wi-Fi. გაიგე? ხო და მეზობეს Wi-Fi ჩვენ სასიმინდესთან იჭერს, გაიგე? ახლა ის მაინც ლეპტოპი, ხო? კარგი, არ მინდა კარგი. რაოი? მინდა ხარაგაულში ჩვენ. კიო, მინდაო. თუ დაარჩებია დედიკოსთან დამაბარებ რამეს თუ რას მინდა? აი ხვი. კი, დაგაბარებ, ჩამიკოცნი.
სახში ხარ რატი? სახში ხარ რატი? პატა სახში არ არის კარგია. კარგია. რატი? დღეს არის მაგარი რაგბი. ხო და თუ გვინდა ამ რაგს კარგად ვუყუროთ, პატა უნდა მოვტეხოთ. პატა უნდა მოვტეხოთ. რატი? ბატონო ფრიდონი, რატომ უნდა მოვტეხოთ პატა? შეიძლება ჩვენთან ერთად რომ უყუროს? იცი უხერხული გია, მაგრამ დაიწყებს ახლა. ლუდი გამიხსენითო, პულტი მომაწოდეთო, წამომატვინეთო, გამომაბრუნეთო, მერე ის რო იცის ხომ და შეკრიბლება. ჰაიმე! ხო და ესია სერიოზული სპორტია, რაგბი. ყველა მას დიდი გულმოდგინებით უყურებ მე. მე რაგბისტი ვიყავი ადრე. რაგბის. ხო. მართლა? და რა პოზიციაზე თამაშობ? ვაკაცას თამაშობდი ჩვენ და ხანსა ვიყავი და ხანსა. ჩამოაფარა რა ფარდები. რა ჩამოაფარა რა მითხარით? 8 კაცაო? ბატონო ფრიდონ, 7 კაცა ვიცი. 13 კაცა, 15 კაცაც ვიცი, მაგრამ ეს 8 კაცა რომელია? რატი? იმ დროს რაგბი არ იყო ახლა ასეთი პოპულარული. ხო და რამდენი კაცით შევიკრიბეთ, იმდენ კაცას თამაშობთ. მახსოვს ერთხელ რაიონის პირველობაზე მოწინააღმდეგეს ვანგრევ 46-0. ხო და 2 წუთია თამაშის დამთავრებამდე დარჩენილი მწვრთნელი მეუბნება. შედი ფრიდონ, შედიო, ცოდო ხარ. მე რა ხეთ ითამაშე? არა, ხურდებოდი, ვითელებოდი, ასე ვთქვათ, ვერ მოასწარი, მაგრამ ის მატჩი მოვიგეთ. მეორე ადგილზე გავედით 3 გუნდში. რარია? რატი? რას უყურებ, რატი? აუ, ბატონო ფრიდონ, მოდით რა. ძალიან მაგარი გოგოა, შეხედეთ, მე-5 სართულზე არის ძალიან მაგარი. კარგი რა. მე რაზე გელაპარაკები? სერიოზულ თემებზე გელაპარაკები. მე კიდე ლამაზი გოგო. ხო მაგარი გოგო. მე რა მაგარი გოგოა. შეგიძლია არ გეჭირა გოგო. კარგია ბა, დავედი მე და შენიცი. ხო, გამოდი, შევიდა, გამოდი. შევიდა. რამე მოიფიქრე, რაღაცა რა ვიცი, ტყუილი მოიფიქრე, რაიმე უთხარი პაატას. ხო, ეცადე. ხო, ოღონდ დაში გამჩნიოს რა. უხერხულია. რა ვიცი, მე ყველაფერს გავაკეთებ ბატონო ფრიდონ, მაგრამ რა ვიცი, ვეცდები ყველაფერს რა. ეცადე და გამოგივა. ხო, მოკლედ ბატონო, გამარჯობა. როგორ ახლა? ჭკვიანი ბიჭი ხარ შენ ბატონო. ხო, რატი ჭკვიანი ბიჭია? ხო. შენ გაგიგია როდის მე რატის ტყუილი რომ ეთქვას? ჰა? შენ გაგიგია რატის ტყუილი რომ ეთქვას? მე არ გამიგია. რა ჭიდავს? როლს მეცადინეობდა, რამე თუ ეგეთი იყო მართლა. არა, ის გოგო დავანახე, მე-5 სართულზე და აბა ცოტა გოგო თუ დაანახე, აბა რა იქნებოდა? ის გოგო თუ დაანახე, ხო? მოდი, შენთან რაღაც საქმე მაქვს, სათქმელი მაქვს. უი, რატი, მე ცოტა შენთან რაღაც სათქმელი რა ვქრათ, ახლა როგორ მოვილაპარაკოთ, ჰა? მე გითხრა ჯერ თუ შენ მეტყვი, ჯერ თუ მე გითხრა თუ შენ მეტყვი. მოდი, კენჭი ყავოთ და ისე გადავწყვიტოთ, რა სიტყვი? ყაროთ. ხო. როგორ ყაროთ ახლა? როგორ და ყარი, მოვიდი მეუბნები. მომისმინე. რატი რა უნდა გითხრა ახლა მე შე? რატი 1-2 საათით მინდა რომ სახლიდან წავიდე. 3-4 საათით იყოს ბატა. 6-7 საათით წავა. რატი 10-11 ბატა. რატი შეიძლება დღეს დილით მოდი ბატა, ბიჭი ხო არა? ზეგამდე რატი? ჯიგარი ხარ. ჯიგარი ხარ. ბატა ჯიგარი. კარგი, მაგრამ ჯიგარი, აი შენ ხარ ჯიგარი და არ შემეწინააღმდეგო ისე. რატი არ გეყენებო? მომისმენ, შენ რა უნდა გეთქვა? მე რა უნდა მეთქვა? ფრიდონი. ფრიდონი, იცი რომ 8 კაცას თამაშობდა რაგბიში? რას ლაპარაკობ? რატი რა 8 კაცა კაცო შე? რა 8 კაცა რაგბი ვის გაუგია? შენ ძალიან ბევრს უყურებ იმ გოგოს და ცოტა მოუკელი ყურების დონას. ხო, მოუკელი ყურების დონას. თორე ფრიდონს დაიმსგავსე, ვერ დაიდახე რა დღეში იყო კაცი? 8 კაცა რაგბი, 8 კაცა. ვის გაუგია 8 კაცა რაგბი? 8 კაცა რა 7 კაცა. ხო, იქნება 15 კაცაც არის, 15 კაცა. 8 კაცა, 8 კაცა. ჰა? კაცა. კარგი.
მუშაობდნენ ხანასახოსი ხო რომის მინიშ რაღაცა ეს ადგილები არ მეცნობა და გზა ხო არ შეგეშალა არ გეცნო როგორ არ გეცნობა ბოლოს როდის იყავი აქ ზაფხულში მე ხეები ხო იყო ხეები იყო კი ხო გზა იყო ხო მაგრამ კარგი გზა იყო გაფუჭდა მე გაფუჭდა ხო რამე გინდა კიდე რამე გინდა მინდა დატო ჩქარაიარე ცოტა კაცო ჩქარაიარე თორე ესე თუ ვიარე ჩვენი ბაბუას 80 წლის კი არა 85 წლის იუბილეს ჩაუსწრებთ ხო ძალიან ნელა დადიხარ დატო ძალიან ნელა დადიხარ ვერატყო ნელა რატო მოვდიოდი იცი რატო აბა რაღაცა ხრიალის ხმა გავიგე საშინელი და ვფიქრე მანქანას ხო არ გავუფუჭდა მეთქი რა მე გამოვიხედე თურმე ჩაგძინებია და შენ ხრინავდი ხო გამოდი ხო უკეთესად ხარ მოდი ახლა რო წავად ბანჯარასთან დაჯექი რომ რა ვიცი მაინც ხო აი კიდე გული აგერია სულ შენი ბრალია პატარა ჩემი ბრალი რა არის ხო რატოა ჩემი ბრალი შენ არ მეთხარი წყვეტილი ხაზები ითვალე და არ დაიღლებიო დავიწყე და დაწვა და აი აბა წავიდი ხო არა ნუნუს რეოდებით ბარტ კაჭაჭას და ვირის ტერფას კრებს ნაყენი უნდა გავაკეთო აი მე ეკალი მე მგონი ჯადოხარია ჯადოხარი არ ვიცი მაგრამ თავი ამტკი და მთელი გზა იწევლებოდა იწევლებოდა სახლიდან წიწამურამდე სტურუების ზრდა ცუდი თვალით გამოგვაცივაო მე წიწამურიდან მუხრანამდე ვერ ვიჭარდა მუხრანიდან კიდე შემოტანილი ქათმების ვანძღვა დაიწყო და მე იმასაც ჩაეძინა და მეც სუ მოდის სუ ვინ გაიჯა ხო კაცკაცო და ჯანდაბა ამათ თას რა ფლორა გვაქვს როგორი არაჩვეულებრივი სამკურნალო მცენარეები და არაფერში არ იყენებენ ამას გამოიყენებენ იქნებ მაფია აქვს რა მცენარეებია რა ყვავილებია ქალბატონო კაიგა ეს არის ვარტკაჭაჭა ხო და დავიღებ თბილისში ცოტა სკოტეს მივცემ და დაბადების დღე აქვს მაინც და ხო იცი ხუთარელი ხო არ მივა აბა რა ქალბატონო კაცი 80 წლის გახდა და ვარტკაჭაჭა ხო უნდა ჩუქოს რა ხო აბა რა ყველაფერზე მაიმუნო, კი არ შეიძლება ესე მაიმუნო. წავედით ახლა ვისველოდებით ვის? თქვენ. აი მე კიდე კარგი ხმა მოიღეს. სადავარ გითხარი ერთი. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ სადღაც. გზაში. აი მე ტატო გეხვეწები ყურადღებით იყავი არ დავიკარგოთ თან ელენემ ნიკა მეჩამაბარა. კარგი, ისე თუ დაკარგვის გეშინია ნიკა აქ დავტოვოთ. კარგი ტატო რა დროს ხუმრობა წავედით აბა ჩავხდები. ნუ დაიდა თქვენ ჩემთან დაჯექით უკან აი მე მოგილადა ჩემი მოგაბილი მოგიყოთ გზაში ისედაც კუკულის ამბები ვიცი საოცრება მოდი არა ამბები არ მინდა თქვენ ფუმფულა მკლავები გაქვთ და ტკბილად დამეძინება არ გაძირი მანქანაში ჩახდები ჩასხედით უკან და დაიდებით მიდი ნიკაჩაძე ხო მიდი დასხედით ახლა მიდი თეკლა ვერ ვეტევი რა აქ ჯოხის ადგილი აღარ რჩება და რა ვქნათ ახლა დავიტანჯე მთელი გზა რა ხმა პატა სად ჩავჭიდე აბა ისე როგორ ჩავჭიდე აი მე რას დაიტევით ცოტა უნდა გახდეთ თეკლა ელენე ნიკა იხვი დაქტორეს მარტო მარტო დაქტორეს ხო მარტო ხო ლაშა ბალარო ფიდონ ლაშა რატი ჩამოხვედი ხო შე დიდი ტელევიზორი გაქვს კარგია ხო ალბათ რაგბის საყურებლად ჩამოვიდა კაცია და იმიტომ რაგბის საყურებლად არა ჩემშვილებს მობეზრდათ იქ ბაკურიანში ყოფნა და მაგიტო ჩამოვედი კაცი მაინც მაგარ დროს ჩამოხვედი მაგარ დროს მაგარი რაგბია ეხლა საქართველოს ნაკრები თამაშობს აგე ლუდი ლაშა ჩიფსები ხილი ახლა ტელევიზორში უყურებ მაგრად გაგიმართლა მაგრად მიყვარს ლუდით კაცურად რაგბის ფეხბურთის ჩოგბურთის და სპორტის ნებისმიერი სახეობის ყურება ფიგურული სრიალის ისა თქვენ შაკილები ვარიანტი რა და
79 წელია და ტაშკენტში ეგ ისა ვიცით გასტროლებზე რო იყავით ხო? არა და 79 წელია და ტაშკენტში თბილისის დინამო ეთამაშება ტაშკენტის სპარტაკოს. დაიწყო. ო გენაცვალეთ ვიდით ბიჭებო. მიდით გენაცვალეთ. მიდით. ეს ჩვენები არ არიან ბატონო ფრიდა. მერე რა ვაშკაცები ხომ არიან? კაცები ხომ არიან? ხო და ყველა კაცურ კაც ვენაცვალებე. რა მოხდა? ეს რატო გამოვიდა? შოკი. კარგი. ამის დრო იყო ეხლა გასო რა არის ესა? კარგი რა. კარგი რა. სათელს მოვიდა. ყველგან არის. წინა კორპუსში არის, მარტო აქ არ არის რა. კარგი. აი მოვიტანე. სხვა სანთელი არ იყო და კაცების ყურებას ვაპირებდით და ახლა გულის ფორმის სანთლებს უნდა უყუროთ. ხო, ხაიგარ მინდა ეს. ისეთი სიტუაცია ახლა ლუდი აღარ უხდება ამას და ყავახუ არ მომეტანა. ისე ცოტა ხანით რო არ მოვიდეს დენი რომელიღაცა შემეყვარდება. არა ისა შაკილოი ვარიანტი რა. ხო და 79 წელია. საგარეჯოს მოზარდ მაყურებელთა თეატრში გახლავართ იმ პერიოდში. თამაშობ სამუშიას კიდობანში ალიკას. რა დრო იყო? აბა რა დრო იყო. თქვენ სამუშიას კიდობანში თამაშობდი? ყიფიანი ახალკაცის დინამოში? 18 წელი რო იყო ეგრე არ იყო არც ერთი რა. ხო და თან ახლა თან ყურება ბრინდა. ხო და თან კიდევ ახლა როგორ გამარჯობა. ანუ შეკითხებს დამაყრით, პირდაპირ გეტყვით, რომ დენი ჩემს გამოწავიდა. გასვატარებია ტრანსფორმატორმა ვერ გაუძლო რა და ბოდიშის მოსახილად შემოვედი. ბოდიში. ესე იგი თქვენი ბრალია, რომ რაფს ვერ ვუყურებთ. თქვენი ბრალია. სულ ჩემი ბრალიც არ არის. საბჭოთა კავშირის დროს რო უხარისხო ტრანსფორმატორები გამოდიოდა, რა ჩემი ბრალი იყო. ხო, კარგით ახლა, რაფს რომ ვერ ვუყურებთ, მაგასაც ლენინს უნდა ვაბრალებ. მოიცა დირექტორი, ბატონო პროფესორი, რამდენ ხანში შეიძლება რომ გამოსწორდეთ რა? მოვედით რაგბის საყურებლად. ესე იგი შუქი რო წავიდა აქ იყავი? კი. და გაიპარა თუ უცებ ჩაქრა? გაიპარა. არა რა გაიპარა უცებ წავიდა. არა რა უცებ წავიდა, ჯერ ნელ-ნელა და მერე სულ გაიპარა. კალი რაშა აქ ვიყავი უცებ წავიდა. შენ მასწავლი ხა ჩემს სახში როგორ მიდის დენი? მოიცა. აქვს ახლა ამას რამე მნიშვნელობა? არა ესე უბრალოდ ვიკითხეთ თორე რა მნიშვნელობა უნდა. მალე მაინც არ გაკეთდება და ხო და რას ამოვდი რომ ბარემ აქ ვარ და თუ საყვედური გინათ მითხარით თორე აქედან რომ გავალ მთელი უბანი მელოდება გარეთ სასაყვედური. მე თქვენთვის ვეღარ მოვიცი უყურადღებოთ დარჩებით. რა საყვედური ბატონო პროფესორი, რაგბის ყურება გვინდოდა. გვინდოდა. მაშინ იქნებ რატი თქვენ სახში ხوار გავიდეთ. აქ შეიძლება მაგალითად მეზობელი კორპუსიდან დენის გამოყვანა კაბელით. ან სხვა რამე შეიძლება მოიფიქროთ მაგალითად თქვენ ხო პატარა ტელევიზორით. კი. შეიძლება მაგალითად რამე ალტერნატიულ წყაროს მოძიება მისთვის. მე არ ვიცი როგორ გადმოვჭივავთ ან რა ალტერნატიული წყარო, მაგრამ რა ვიცი ხა თუ მოვახერხებთ რაგბის ყურებას მე ეს იდეა მომწონს და გავიდეთ იქ და რა. მომეცი ისეთი ბუთუს. არა გამომეტევა ხალხი რა ვიყო ყველა. მე არაფერი. წავედით მოიცა. ესე წავიღოთ. ხო და 79 წელია ტაშკენტში. მე ხოდი. არაფერი არ გამოვა რა მოდი.
მე რა ვქნათ დატო რა ვქნათ შენ გელაპარაკები რა ვქნათ მე მკითხეთ? ხო აბა ვის? მე ხო გითხარით გზა აგვერია და მანქანა ტალახში ჩავარდათქო და რა უნდა ვქნათ ზე გარვიცი. გითხარით თუ არ უნდა დაგუსვა დატო საჭესთან რა ჩვენი ბრალია ყველაფერი რა ჩვენი ბრალია. თქვენი ბრალია მართალი ხარ. თქვენ საერთოდ მადლობა უნდა მითხრათ მე ვარო მოვდიოდი და არა ჩქარა. თორე უფრო შორს დავიკარგებოდი. ეხოთები გამაგებინე როგორ ვერ მიხვდით გზა რო აგერია. არა იყო იცი ავტობანიდან რო გადმოუხვიე. დავეჭვდი მეშლება თუ არ მეშლება. მერე ვიფიქრე უთხრა თუ არ უთხრა, გამოვიხედე გეძინათ. მერე ვეგადავიწყვეტე გავაღვიძო თუ არ გავაღვიძო და ესე ჩავარდა მანქანა ტალახში. არც გზა, არც მოსახლეობა და ტელეფონით არიცე. ნიკა შენ არ ინერვიულო ყველაფერი კარგად იქნება. უცი არ ნერვიულობ, არაფერი არ ახლა. არ არის საშიში ხო ნიკა? კარგი ბიჭი ხარ შენ. არა, ბუნების გაკვეთილზე იცი რა გვასწავლე. რა ბუნება, აბა რა ბუნება, მიდი აბა. და საქართველოში არ არის ხშირი მტაცებელი ცხოველები. გენაცო, ურა ბუნება, გენაცო, აბა. მაგრამ შეიძლება შეგხვდეს რუხი მგელი, რომელიც გამოირჩევა აგრესიულობით და დიდი ზომით. რუხი მგელი თავს ესხმის ადამიანს ზურგიდან. შუმაც მიიღა. კარგი, ახლა გინდა ბუნება გრამატიკა მოყევი კაცო. ვაიმე. არე, ქალბატონო. ემზარი მაინც წამოგვეყვანა. ემზარი რას ფიშველი და? მე არაფერს, მაგრამ სუბსაჰარისმა ჩაყაბა და საწყალი კაცი ქალაქშია გამოკეტილი. კარგი ფრანგები და რა. ხალხო რაღაცა მოიფიქრეთ, რაღაცა ქენით რა დაღამდა უკვე. ხონა ჩეკლა ვერ გავი რა გავაკეთო აბა ფეხი მткиვა თორე ის არ ვიცით სადوار თუ გავიგოთ საით უნდა წავიდეთ ვიცით არ ვიცით სადوار მე ვერ გავიგე რა თქვა მაგრამ ხო ოი ბუნებაში კიდე ვიცით რა მასწავლე ეს რომ არ გვინდა ბუნება ბავშვი არა პედო სხვა რაღაცას ვამბობ მიდი აბა რა გადაჭრილ ხეზე შეგვიძლია გავიგოთ საით არის ჩრდილოეთი და საით სამხრეთი ოჩახო რა მაგარი რაღაცა გისწავლე ოჩახო ბავშვი რა მაგარი რაღაც სადვეზებო ამ ხელად ყეში და ამ ხეებში ხე გადაჭრილი ხე სადვეზებო მე გადაჭრილი ხე გეკითხებ სადვეზებო აბა საბატა ადე კარგი, ვიპოვე, აბა გადაჭრილი ხე. მე რა იცი, მიდი აბა რა გასწავლეს, მიდი. ბოლომდე არ მომისმენია მასწავლებლებს. მეც ვიცი ეგეთი რაღაც. რა იცი, აბა შენ რა იცი? ესე იგი, ხეს უნდა დავაკვირდეთ და საითაც უფრო შედარებით მოკლე ტოტები ექნება, იქით არის ჩრდილოეთი. მე რა მიყურე, მიდი დააკვირდი, მიდი. მიდი დატო, მიდი, აბა მიდი. ახლოს, მიდი. აი ხენ, რა ვიცი, რანდომული ხენი აბა. მიდი, დააკვირდი კარგი. დააკვირდი, მიდი, დატო, ახლოს. აბა რაო ხე, რა სიძახის ხე, აბა რაო, თქვი. რაო ხე, აბა სად არის? მეგონი აქ ჩრდილოეთ საერთოდ არ არის. მოიყვანეთ ან რაღაცა გააკეთეთ რომ ამოვიყვანოთ ის მანქანა ცეკლა საწავიდე ფეხი მაგ მოტეხილი დავდივარ კაცო მე გავიდოდი რაღაცას მოვახერხებდი გავარდებოდი რა ვქნა აბა მე რა გავაკეთე საწავიდე კარგი ხო მეწაო კარგი ეს წავა მაგრამ ეხა ამას ელოდე კიდე როდის მოვა ის რა მე კიდე კარგი საჭმელი წამოვიღე გზის აბა კარგი რა იყო ძალიან ცოტა იყო ეს საჭმელი ზაჰესამდეც კი არ მეყო რასლაპა ქალბატონ უკა ეხა უყურე ეს საჭმელი აღარა გვაქვს ეხა ჩვენ ხახო ხვდებით ეხლა თქვენ რა ხდება საერთოდ რა არის ქალბატონ უკა მე ვიფიქრე ის რუხი თუ მოვიდა მეთქი კაცო საჭმელს მაინც დაუყრეთ რომ ჩვენ არ შევჭამოთ და გადავშევით მეთქი რა უთხრა ეხა ის რუხი რომ მოვიდეს რომ ქალბატონ უკა ზაჰესამდე შეკავო მთელი საჭმელი მეთქი ან გელმა საერთოდ რა ის ზაჰესი რა არის ქალბატონ ამაგინე ხება რა Raisi gemara zahego utra zahes me daget pinda ეხლა მე პინდაგებული გელი კაცო პინდა კაცო პინდაგებული გელი კაცი გადავჭი ეს სადარი რუხი რუხი გადავჭი კაცო მანქანა მოიყვანე არა მანქანა არა იცი რა აქედან რომ გავედი მოდექი დაღმართს დავაპირე ჩასვა ცუდი ჩასასვლელი იყო და ქვევით რომ წამოვდექი დავინახე აბრა ხო ანუ გადავჭით აბრა დაუნახია და გადავჭით აბრა ეტერა აბრაზე ხარაგაული არა აბრას ეტერა ცხინვალი 10 კმ რა ბატო რა სიძახე ცხინვალში ვარ ეხლა ჩვენ
ფილმში ვარ. გაგიჟებულია ბაყაყი. რომელ საუკუნეში ცხოვრობთ, შუქი რო არ არის. სად არის ეს ფიზიკოსიც რა? დაიწყებოდა უკვე მეორე ტაიმი რა. ბატონო ფრიდონ, მე რამდენჯერ უნდა გაიხედოთ იქ, თუ იქ შუქი მოვიდა, ესე იგი აქაც ავტომატურად მოვა. ორ წუთში ერთხელ იყურება რა. ეგ მე მგონი იქ დენის შესამოწმუნო კი არ იყურება. აბა? იმ გოგოს უყურებს. კი. ზეის მარწუხი. დუდუს უმტევნები. ჩამოეღვენ საფართო თეწოებს. მაცდურო ქალო. ელურ ხიჟინით, როდის გაურბენამ ჩვენს ეზოებს. ერთი ბატონო ფრიდონ, ერთი შეიძლება ვნახო, ერთი. მე შევხედა რა. აი კი გამოჩნდა. ხო. კი, აი ივანზე. ნათელაბები არის. სად იყურებოდი ბატონ ფრიდონ, სად იყურებოდით რა? მე შუქს ვუყურებდი. შუქს. ხო, ვუყურებდით. არა ის ეგლექსი ზუსტად ნათელებია ხო? ეს მარწუხი ხიჟინით ეზოებს დაურბენო. კი ნათელებია. როგორ ეთქვა, როგორ ეს ყველაფერი რა? ვიცი რა, ლაშა, სილამაზის დანახვა ყველაფერში შეიძლება. კარგით ეხლა ხო, კარგით რა იყო, ლექსს წავიკითხე. რა შეიძლება? შაყინოი ვარიანტია ბატონო ფრიდონ რა იყო ახლა თქვენ მოხვედით მოხვედი აბა ვიტყვის გამოარჩინა აკუმულატორი როგორ მოგწეს როგორ უყურებ როგორ მოგწეს და ეს არტის გამოსახდელ აპარატს დავპირდი კი არა და ეს აკუმულატორი შეიძლება მალე დაждდესო და მეორესაც მოგცემენ ო ბატონო პროფესორო იქნებ ბლუძეც რამე მოგვიხერხოთ ჩაირთო მოიცა კი ჩაირთო იგებე ჩვენები იგებე შეხედე რა მაგარი ამბავია ატეხილის ყვაჭმა გამოიტანა ო ალავზე დადო დაიჭირა ხეი თამაშებენ ალალი ხეი თქვენ რაკს უყურებს თუ ღვინის ხურდს მოდი ტერმინები ასეთი რა მოდი ამხელა ეს გორგოდი აპატარა ტელევიზორში ამხელა ჩანდა ნახე ჭიდაობა წავიდა შეხედე კაპიტანი რა დღისია კაპიტანი რომელი აბუსერი 6 ნომერია ხო ნუ ეხლა 6-ია ისეთი ამბავი წრება ხოლმე აქ ხან 6-ია ხან 9 ხან 10 მიდი ხო მიატეხი მია შებოჭე მიდი ბატი აი ეხლა ლელო არ დადო ანკინე ჩხუბი არ აქვს თორე შეიძლება თავზე დავალეტოს ყველაფერი ქალბატონო ნუკა ის თუ გეშინიათ და ნერვიულობ დაგელაპარაკებით გაგამხნევთ არა არ მინდა მადლობა კარგი თარი ნერვიულობ კარგი იკა ბავშვი თეკლა თუ გეშინიათ ნერვიულობთ დაგელაპარაკებით გაგამხნევებით დაგეხმარებით ჯიში დაძლევაში არ გვინდა პატა მადლობა კარგი თარი ნერვიულობ კარგი ისა ტატო არის ხალხო ვიღაცა დამელაპარაკეთ გამამხნევეთ კაცო რა ისე გეშინია ბა რა არის იმეშინია ტატო მართლა რომ მოვიდნენ ეს რუსის ჯარისკაცები და ტყე თუ აგვიყვანონ მერე აუ თან ეხუმრები რუსები ძალიან გაბრაზებულები არიან ჩვენზე 46-0 რაგბი კარგით ხალხო რა ნუ ხართ პანიკაში არავინაც არ მოვა თუ მოვლენ ვუთხათ რომ ტურისტები ვართ შვედი ტურისტები ხო მე რო შეხედავე პატას როგორ გასშვედს სტოკჰოლმიდან
რა უნდა გითხრეს ეხა თუ მართლა მოვიდნენ და რაღაცა ხო დავიჭირეს და უშეთქვე თავგვიყვანეს აბა ერთი შემომხედე შენი აზრი მაინტერესებს ესე უფრო საცოდავი სახე მაქვს თუ ეს რა ვიცი მეორე ვეზე გამეცინა გაგიცინა ხო აი იცი რა არის ხა თუ მართლა მოვიდნენ ეგენი გაიგე და თქვენ თავგვიყვანეს უთხრათ ქალები ბავშვები და მე ფეხი მაქვს დატორა ხო გაგვიშვა და დანარჩენები დავშვებით ხო ხა კარგი ვაიმე ხალხო რაღაცა მოიმოქმედეთ თორე 10 და უკვე ძალიან სუ რაღაცა ხმამესმის ჩუმად რაღაცა ხმამესმის ой как холодно რა საკეთე ქალბატონური რაღაცა ვაიმე თუ რუსები არიან ვითომ ჩვენ სიმართლიანები ვართ ხო როგორ აცივდა აი ხაბის გინა მომენათ რაი კარგით რა საკეთებს ეხლა რა სიფიქრებს ნიკა რა სიტყვის რა ვიცი რა სიფიქრებს ნიკა და რა სიტყვი მე რა ვიცი რა სიფიქრებს ნიკა რა სიფიქრებ ნიკა მე გავა სად გახვალ ნიკა გაგიჟდი ხო მაგრამ შორს არ წახვიდე ნიკა აი პატარი მომისმინე ხო ცოტა თავს უნდა შემოუძახო ხო არ შეიძლება ეს არ შეიძლება როგორმე დღეს გავცლოთ დღეს ღამე და ხო რაღაცას მოვიფიქრე მართალი ხა ვაშკაცი ჭივარ და ესე არ დავსაცარებულიყავი მართალი ხა ბოლოს რისი მეშინია რა არის ვერ გავიგე ქართველი ვარ და საქართველოს შეგვეყანაში რისი უნდა შემეჩნდეს მოვიდეს ვისაც უნდა შუმად რატო ყვირი ხარ ყო? რა ვიცი დატო მართლა რომ მოვიდნენ არ გაიგონდა. სიყო ნახე რა ვიტოვე? ბილიკი? არა, ფლეშკა. ლამაზი კენჭი მეგონა და ფლეშკა ყოფილა. გამაგიჟებს რა ეს ბავშვი? რა თმინდა ბავშვი ფლეშკა? რა თმინდა ეხლა მე აქ ფლეშკა მინდა მე ეხლა გიკითხები შა, ჰა? ანდა მომეც კინოებს ჩაწერ ხოლმე მომეც. საპატ ეგრე რა არის ჩაწერილი ამ ფლეშკაზე? შენ რო ვირუსიანი აი მე გადააგდე ჯადო არ იყო ჯადო. კარგი რა ჯადო ხამოტონუკა ეხლა თქვენ ხვდებით ხალხო რა ხდება? ამ ფლეშკაზე რომ მართლა რამე საიდუმლო ინფორმაცია იყოს, ჰა? შენ ხო ყველანი ისტორიაში შევავთ ხალხო, ვერ ხვდებით თქვენს ხამოტონუკა, შენ სეკლა დატო შენ, მე ბავშვი შენ. რა მაგარია, ჩემს თავზე ვისწავლი ხოლმე გაკვეთილები. კარგით ეხლა არ გვინდა. ნერვიულობა არ გვინდა, მოდით ყველანი ერთ მუშტად დავდგეთ. მოდით ყველანი, მოდით წრე გავაკეთოთ ერთად დავდგეთ ყველანი, მოდით მეშუაში ჩამაკარეთ, მოდით. კარგი ხო. ვაიმე რა ხდება ხალხო? მოდით, მე გადამეფარეთ ხალხო, ვაიმე რა ხდება? გადამეფარეთ, მოდით არ გადამეფარეთ. მიდი. აცი მიაცი. ჩამოიცილე. მივიდა. უნდა მოიგოთ. მოიგებენ. ხო გაიგეთ. გავგიჟდები რა. აღარ შემიძლია. ნამგარი თამაშია რა. აუ, რაზე მწყდება იცი გული პატარო ახარ არის რა. აი მაგაზე მწყდება გული ისე ეს თამაში კი არა ბრძოლა ომი გაჭოდი რა იცი გაჭოდი მაყურებდი ბოლო წუთებია და მაყურებდი რა რა ხდება რა დროს სპეციალური გამოშვება რა არის ეს რა ეს რა მეჩვენება თუ არ გეჩვენება ჩვენები არიან ეკლა ნიკა, ტატო. რა ხდება და მედლები გადასცეს? საატა ფერაძე, ჯილდოდებით ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის და სიმამაცისთვის. ეს ნაზლობა? რა უნდა კითხოთ?
ბატონო სამხედრო პირო რა უნდა კითხო? აი ეს რა ქვია? აი ეს ფლეშკა რომელიც მე რო ვიპოვე, ჩვენ რო ვიპოვეთ. იქიდან ის ინფორმაცია, საიდუმლო ინფორმაცია გადაიტანეთ უკვე. დიახ და კიდევ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. გასაგებია ხო, მაგრამ რაღაც უნდა გითხრათ. ის რა ქვია? ის ფლეშკა რომ მომცეთ, თუ არ სჭირდებათ, კიდევ შევწერ ხოლმე ხანდახან, ჰა?